მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით შიდა ქართლიდან, მოგესალმებით ხაშურის მუნიციპალიტეტიდან და მის ადმინისტრაციული ცენტრიდან ხაშურიდან. დიდი პატივი მერგო დღეს მე მასპინძლობის ამ გადაცემის მასპინძლობისა კონკრეტულად, ჩემთვის მართლაც ეს დიდი პატივია. მე თვითონ ვარ გოგი გოგოლაძე, ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი. ვეცდებით რომ გაგაცნოთ მოკლედ ხაშურის ისტორია, ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორია და რაც თავარია განახოთ ჩვენი კულინარიული შედევრები. გნებავთ წყალებში იგულისხმეთ, მაგრამ ჩვენთვის მაინც შედევრებია. მოკლე რაკურსი ჩვენი ხაშურისას გაგაცნობთ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ჯერ კიდევ ქვისხანიდან იწყება. ამას მოწმობს თუნდაც ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც დაცულია დღეს ჩვენს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ხაშური ტურისტული მიმართულებითაც ძალიან მიმზიდველი ადგილია, მთლიანად მუნიციპალიტეტი. 50-60 ისეთი ლოკაციაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი ტურისტისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება. დღეს მე ერთ-ერთ მათგანს წრომის უნიკალურ ტაძარს გაგაცნობთ და კონკრეტულად იქ ვისაუბრებთ მის შესახებ. ისტორიულ საციციანოში ვართ ახლა ჩვენ სოფელ წრომში და გავართ ამ დიდებული მართლაც შესანიშნავი ტაძრის წინ, რომელსაც წრომის ტაძარი ქვია. წრომი ჭოთს ნიშნავს, ფრინველს, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ წრომს არ უნდა ერქვას აქედან სახელი. წირი მიწის გამო უფრო ფიქრობენ მეცნიერები, ბოლო კვლევები ყოველ შემთხვევაში ამას ადასტურებს. რაც შეეხება თვითონ ტაძარს, ტაძარი აგებულია 624-635 წლებში ქართლის ერისთავის სტეფანოს მეორის მიერ. ეს არის მეორე ეტაპი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრებისა. ძალიან საინტერესოა თავისი არქიტექტურით. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში გამოიყენეს 4 სვეტი, რომელზეც დაყრდნობილია გუმბათი. 3 შესასვლელი აქვს ტაძარს. ფრესკებად გამოყენებული იყო მოზაიკა, რომელიც სამწუხაროდ განადგურდა და დარჩენილი ფრაგმენტები დღეს დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მითაც არის მნიშვნელოვანი ეს ტაძარი, რომ რაჟდენი, ცნობილი მოწამეობრივი რაჟდენი აქ ამ ტაძარში აწამეს. როდესაც ვახტანგ გორგასალმა სპარსი მეუღლე შეირთო, იმის ამალას შემოჰყვა რაჟდენი, შემდეგ მიიღო ქრისტიანობა და პირველი ქრისტიანობისთვის წამებული პიროვნება იყო რაჟდენი და ამიტომაც ეწოდა რაჟდენ პირველ წამებული. ახლა კი მაყურებლებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ თუ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოხვდებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხვდებით, ერთ-ერთი უმშვენიერესი ადგილი არის წრომის ტაძარი, რომელიც მე ვფიქრობ, ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ნანახი. და რაც თავარია, გადავინაცვლებთ ახლა მთავარ ლოკაციაზე, სადაც გაჩვენებთ შიდა ქართლის კულინარიულ შედევრებს. მაშასე ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მოვედით მთავარი ლოკაციის ადგილას, ეს გახლავთ ვილა რბონა, რომელიც მდებარეობს ხაშურიდან 5 კილომეტრში, სოფელი დამჩხეულა, საოცარი ადგილი. მართალია მე დღეს თქვენი მასპინძელი ვარ, მაგრამ აქ არსებობს მეორე მთავარი მასპინძელიც, ბატონი ჯაბა კაჭახიძე, რომელიც არ ვიცი, მართლა საოცარი პიროვნება. დღეს, როდესაც მიგრაცია ხდება თბილისისაკენ, სოფლები იცლება, ამ პიროვნებამ პირიქით გააკეთა ყველაფერი, მიატოვა თბილისი, წამოვიდა აქ და საკუთარი ხელით შექმნა ის სამოთხე, რომელსაც თქვენ კადრებშიც ნახავთ. პირველი კითხვა, ვიდრე კონკრეტულ კერძებზე გადავალთ, პირველი კითხვა ბატონ ჯაბასთან მექნება, როდის დაიწყეთ ეს ყველაფერი, რატომ დაიწყეთ და როგორ დაიწყეთ? მივესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს, გამომდინარე იქიდან რომ ვარ გიდი პროფესიით, ასევე სასტუმროს მენეჯერი და 2008 წელს გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა აგროსასტუმროს სახლი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ უცხოელი ტურისტები, რომლებისთვისაც ჩვენი კულტურა უცხოარი, ეს ყველაფერი მათთვის გადმოგვეცა კულინარიული მასტერკლასების სახით, ასევე მეღვინეობის სახით. გვაქვს საკალმახე მეურნეობა, თანამშრომლობთ ადამიანთან, რომელიც აქვე არის ჩვენს ლოკაციაზე საკალმახე მეურნეობას. ასევე გვაქვს საოჯახო მეღვინეობა, სადაც ვაწარმოებთ ნატურალურ ღვინოებს და უცხოელი ტურისტებისთვის, ვისთვისაც საინტერესო არის ქართული კულინარია, მათთვის ვაკეთებთ კულინარიულ მასტერკლასებს. მოხდა ამ ყველაფრის, ამ იდეის გარშემო, ამ ყველაფრის შეკვრა ერთ ლოკაციაზე, რომელსაც ქვია ვილა რბონა. და ვეწევით ამ აგროსასტუმრო მეურნეობას. ოჯახი როგორ შეხვდა ამ იდეას თქვენ წამოსვლას? ოჯახი აქაც საინტერესო დეტალია, რომ სოფელი არ გქონია ჩვენ ფაქტიურად, წარმოშობით იმერეთიდან ვარ მე და სულ ყოველთვის გქონდა ლტოლვა, რომ გქონოდა ჩემი საკუთარი სოფელი, ჩემი ხელით ნაშენები. როგორც იცი, ნულიდან დაიწყეთ. აქ ხო არაფერი არ იყო აბსოლუტურად, იყო მდელო, როდესაც შევიძინეთ ეს ადგილი.
და მას მერე ოჯახის დახმარებით ყველა ჩართულია ამ პროცესებში, უბრალოდ ფიზიკურად მე ვარ აქ, მხოლოდ მეტი წილი დროის გადარება მე მიწევს აქ. რა თქმა უნდა, რთულად შეხვდა ოჯახი, რთულად შეეგუა იმას, რომ მაინც დისტანცია, თუმცა 130 კილომეტრი არაფერს არ წყვეტს ახლა. რა თქმა უნდა, ჩვენ 21 საუკუნეში ძირითად დროს ვატარებ აქ, იმიტომ რომ საქმე სოფელში არ ილევა არასდროს, გარდა იმისა, რომ ყავს უამრავი სტუმარი, რომელიც ვიზიტორი, რომელიც სტუმრობს, როგორც სეზონზე, ასევე არატურისტულ სეზონზე. შესაბამისად, ძირითადი დროის გატარება მიწევს აქ, რა თქმა უნდა. ვახერხებ დაბალანსებას, ისე რომ ოჯახიც ძალიან გაბრაზებული არ მყავდეს, ჩემი თბილისში არ ყოფნით და აქაურობას არ დარჩეს. ეხლა შეიძლება ასე ვთქვათ, აი თბილისელი უფრო ხარ თუ დამწყეულელი? ქართველი. ქართველი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, შესაძლოა. კარგით, გავაგრძელებთ ამ საუბარს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. რას ვაკეთებთ დღეს? დღეს ვაკეთებთ რამოდენიმე კერძს, ეხლა კონკრეტულად გამომდინარე იქიდან, რომ ქართლი მაინდა-მაინც დიდად არ გამოირჩევა კულინარიით, ძირითადი ქართლის საჭმელები ეს არის შეჭამანდები. შესაბამისად, ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში ვაკეთებთ შინდის შეჭამანდს. მაგარია. მე დამიგემოვნებია შინდის შეჭამანდი, მინდა მაყურებლებს უთხრა, ნაბახუსებზე ჩიხითმა ხო საუცხოა, ხაშზე აღარ არის საუბარი. აი, წარმოიდგინეთ, ჩიხითმა და ხაში ერთად და კიდე დამატებული, თქვა თავისი გემოები საოცრება ნაბახუსებზე. თუ გინდათ რომ პირველ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეთ, ძალიან მაგარია შინდის შეჭამანდი. კი, ზუსტად ესე არის. რითი ვიწყებთ? გამზადებული გვაქვს რამოდენიმე ინგრედიენტი, ეს არის გამხვარი პიტნა, წვანილები, ნიორი, ხახვი, გატარებული ნიგოზი და საინტერესო არის, აი აქ ჯამში გვაქვს შინდის ტყლაპისგან მომზადებული აი ესეთი მასა და აქეთ არის ცხელი წყალი. ყველაფერს ამას ახლა ჩვენ დავჭრით წვრილად, მერე უკვე აურევთ ამ შინდის შეიძლება რამდენადაც მე მახსოვს, ბებია თუ არ ვწდები, გამხმარი შინდისგანაც აკეთებ. გამხმარი შინდისგან, ანუ რამოდენიმე ვარიაცია არსებობს, შეიძლება გამხმარი შინდისგან, გამშრალი შინდისგან ამის გაკეთება და შესაბამისად ასევე შეიძლება შინდის ტყლაპისგან ამის მომზადება. დავიწყოთ მაშინ გამზადება. დავიწყოთ ხახვით. თან ვისაუბროთ. მე ძალიან მაინტერესებს ჩვენი ტურისტები, ძირითადად საიდან მოდიან, ვინ არიან ტურისტები? ხშირად დასმული შეკითხვა არის, რომელზეც ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან ვერ წარმოიდგეთ და მთელი მსოფლიო იყრის თავს, დაწყებული ახალი ზელანდია, კანადა, ევროპის ყველა ქვეყნები, აზიის ქვეყნებიდან, ანუ ძალიან რთულია ესე რომ კონკრეტულად გამოვყო რომელიმე ძირითადი მოთხოვნა კულინარიული კუთხით რა არის? ძირითადი მოთხოვნა ყველაფერი უცხოელებს აინტერესებთ ძალიან ყველა რეგიონის შესაბამისად. მათ შორის ჩვენი შეჭამანდით? მათ შორის ჩვენი შეჭამანდით, რადგან ხშირად, როდესაც ჩვენთან მოდიან, იწყება ყველაფერი ღვინის დეგუსტაციით და ვახშმებით და მასტერკლასებით. შესაბამისად მეორე დღეს ძირითადად ხდება ისე, რომ ყველა არის ნაბახუსევი და შესაბამისად, ანუ დღე საუზმე იწყება სხვადასხვა შეჭამანდებით. ხშირად არის შინდის შეჭამანდი, პურის ხარჩო და სხვადასხვა შეჭამანდები, რომელიცაც ვამზადებთ აქ ადგილზე. აი, ნაბახუსევი ახსენეთ, რას ვთავაზობთ ჩვენ სასმელებს? სასმელებს ვთავაზობთ, ანუ ჩვენ გვაქვს წითელი ღვინოებიდან, რომელიც არის ჩვენი ვენახის ყურძნიდან, ეს არის თავკვერი და შავკაპიტო და მათი კუპაჟი. ნახევრად ტკბილი 2023 წლის მოსავალი არის ნახევრად ტკბილი და თეთრი რომელიც თქვენ თვითონ მოყავთ რომელიც ჩვენ თვითონ თავიდან ბოლომდე ჩვენი ჩაყრილი ვენახია გაშენებული 6 წლის წინ შესაბამისად უკვე მსხმოიარობა საკმაოდ კარგი აქვს და ჩვენივე ყურძნიდან ვამზადებთ ნატურალურ ღვინოებს. ჯაბა ამ სპეციალისტი ყავდა თვითონ საიდან შეისწავლეთ ეს ყველაფერი როგორ შეიძლება? საიდან შევისწავლე და ჩემი მეუღლის მამა და ბაბუა, აქაურად რო ვთქვათ პაპა, ხშირად კი არა ყოველ წელს აყენებდნენ ღვინოს. შესაბამისად ღვინო ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის ვეხმარებოდი, ასე ვთქვათ. ჯობა ხშირად ხდება ხოლმე, როცა ახალ საქმეს იწყებ, რაღაც ჩავარდნებიც არსებობს. გქონდა ასეთი? იცით რა არის, საკმაოდ მომზადებული ვიყავი ღვინისთვის, კი როგორც გითხარით, ანუ პრაქტიკაში უკვე პრაქტიკული ცოდნა მქონდა, შესაბამისად მე დავამატე თეორიული ცოდნაც. ჩემი მეგობრებიც მეხმარებოდნენ, ოტია კახეთიდან მეხმარებოდა, ამბაკო ერთი ჩემი მეგობარი და რაღაცნაირად არ მქონია ჩავარდნა, ისე რომ ღვინო გამფუჭებოდეს. ანუ დღეს თქვენ თვლით თავს რომ მეღვინეცა ხართ? იცით რა, მე ვარ დამწყები მეღვინე, არაპროფესიონალი, განათლება არ მაქვს მეღვინის, შესაბამისად არაპროფესიონალი დამწყები მეღვინე ვარ ნამდვილად კი.
და ნატურალისტი რაც თავარია. გავაგრძელოთ რას ვაკეთებთ ახლა? კი ბატონო, ანუ ხახვი დავუჭერით, ეს ხახვი. მე შემიძლია რამე შემოგეხმარო? მარტივად არის აქ საქმე, შეგვიძლია ხახვი გადავიტანოთ აი ამ ჩვენ შინდის მასაში. შემდეგი ეტაპი არის უკვე ჩაუშვათ ნიორი. უნდა გაიჭყლიტოს. კი ბატონო და წვრილად დაიჭრას. ნიორი აძლევს. დიდი ხანია მე არ დამიგემოვნებია ეს და მიხარია რომ აქვს შესაძლებლობა დღეს. კი ბატონო, ნუ ვიმედოვნებ რომ ძალიან გებრიელი გამოგვივა. აუცილებლად. უკვე სულნელიც წამოვიდა, მაგრამ ტექნოლოგიები ისე ვითარდება ბატონო ჯაბა. მე დარწმუნებული ვარ შეიძლება 10-20 წელიწადში სულნელი რაც კერძი მზადება მაყურებელმაც კი იგრძნოს. კი ბატონო, კი, ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რისი თქმას დამავიწყდა არის ის რომ ძირითადი ეს ბოსტნეული არის ჩვენი ბახჩეულიდან, ჩვენ გვაქვს ესეთი ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ვენახში საკმაო ადგილი, ანუ ქართულად არ ვიცი როგორ იქნება შპალიერული მეთოდით გვაქვს ჩვენ გაშენებული ვენახი და მე ეგრეც არის, კახეთში ყოველ შემთხვევაში. ხო, და არის საკმაოდ მეტრანახევარია ვენახის ლარებს შორის მანძილი და არის რაღაც გარკვეული კულტურები, რომელსაც ამ ვენახის ამ ლარებს შორის ვთესავთ. და შესაბამისად მოყვავს იქ რაღაცა გარკვეული რაოდენობის ბოსტნეული, შეიძლება იყოს კიტრი, პომიდორი, ნიორი, ხახვი, რომელსაც მე უკვე ზამთრის სეზონისთვის ანუ თან სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა ამაზე საუბარიც არის. კი ბატონო, ჩავყაროთ გატარებული ნიგოზი. ერთ მნიშვნელოვნად ალბათ სახე ქართული კულინარიის, რადგან უმეტესი წილი ხო, აი ნიგოზი არის პელესავით, აი პელი ახლა სადაც გინდა გეთამაშებინა, გარინიშა სადაც გინდა გეთამაშებინა, ყველგან მაგარი იყო. ასე ნიგოზი, სადაც ჩვენი კვარაცხელია შემოვლილი შემითავი, სადაც გინდა ათამაში, ახლა ყველგან მაგარი იქნება. ბატონო, ეს მასა უკვე შეგვიძლია გადავიტანოთ ადუღებულ წყალში. შემდეგ დავამატოთ გამხვარი პიტნა და ბოლოს უკვე დავამატოთ მწვანე. გადასარევი. აი ესა. აი მომინდა რომ ნაბახუსებზე ვიყო, უფრო გემრიელი გამოვა. კი ბატონო, აქ უკვე შეგვიძლია დავამატოთ გამომშრალი გამხმარი პიტნა. აი ხა წამოვიდა კარგი სურნელი. საოცარი. ანუ ჩვენ ახლა ვამზადეთ დაახლოებით მასა რო განსაზღვროთ ლიტრალი. უბრალოდ მეგობრებო, წარმოდგენა არ აქვს, რა სუნელი დატრიალდა და ჯერ კიდევ არ ადუღებულა. ლიტრანახევრის მასაშია ეს ყველაფერი დაახლოებით. და აი რაც ერთი თავი ნიორი, ორი ქართულად კბილი ნიორი. ორი კბილი ნიორი. ცოტაოდენი პიტნა და ეხა უკვე შეგვიძლია ეს მასა თლიანად და სულ დაჭირდება ალბათ 5 წუთი, ანუ ბევრი დუღილი არ უნდა, იმიტომ რომ თვითონ უკვე წყალი ადუღებული იყო, დავდგათ ცეცხლზე და 5 წუთის განმავლობაში ვადუღოთ და უკვე ბოლოს, როდესაც ამოდუღდება, შეგვიძლია დავჭრა წვანილები და უკვე ბოლოსკენ შეგვიძლია მოვაყაროთ ნედლი წვანი. ანუ გადავდივართ მეორე კერძზე, ჯაბა რას ვაკეთებთ? ეხლა ვაკეთებთ კალმახს, განსხვავებულად ესე დავარქვი ამ კალმახს, იმიტომ რომ პირველ რიგში კალმახი არის რბონის, ანუ ამ სოფლის. არის ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ კოდის წყაროს ტბიდან მომავალი წყალი, რომელიც მე შემდეგ ჩაედინება მტკვარში, ცივი ტემპერატურის წყალი, რომელიც იდეალური არის კალმახისთვის, იზრდება ამ წყალში, შესაბამისად კალმახი არის იდეალური. ახლა ჩვენ აქ მაგიდაზე გვაქვს ორი წელი გასუფთავებული კალმახი, ნიგოზი, რომელიც უცვლელად არის ტრადიციულად ჩვენ. ნიგზის გარეშე სიცოცხლე უბრალოდ არ შეიძლება. დაფნის ფოთოლი, მარილი და ერთი უცნაურობა, რაც არის ლიმნის მაგივრად ვიყენებთ ქართულ ფორთოხალს, რადგან მჟავიანობა მაღალი აქვს და იდეალურად ერწყმის მომზადების დროს თეთრ ღვინოსთან ერთად. ვიდრე დაიწყებთ, აი სულ მაინტერესებს ქართული პორტოხალი, ქართული ლიმონი. მეც ვადასტურებ ამას, მკვეთრად განსხვავდება. ვიზუალურად ის უცხოური ლამაზია თითქოს, მაგრამ გემოვნური თვისებებით ჩვენი ბევრად აღემატება იმას. კი ბატონო, სრულიად გეთანხმებით, რადიკალურად სხვა არის გემოვნური თვისებებით და ამ შემთხვევაში ამ კომბინაციას სიმჟავე ძალიან კარგად თამაშობს. ქართული ყველაფერი მაგარია. ქართული ყველაფერი მაგარია, დავიწყოთ ნელა მომზადება. მოგრეთ ეს გვაქვს გასუფთავებული კალმახი, პირველ რიგში დავიწყოთ დამარილება ფორმით.
რამდენადაც მე მახსოვს თემს რამდენიც გინდა მიეცი მარილი მეც არა ეგეთ მოგონილი თემა მოგონილი შეიძლება არ იყოს თუმცა ძალიან ბევრიც არ არის საჭირო და არც უნდა დააკლდეს მე პირობითად ძალიან მიყვარს მარილიანი შესაბამისად უმარილოს არ ვამზადებთ აი ხა ჩავყარეთ ნიგოზი შუაგულში შემდეგ გავიღებთ რამოდენიმე ძალიან მაგარი გამო აი რო ვუკვირდები უკვე შემდეგ ვიღებთ ფორთოხალს მეც მიმაღებინე რა მონაწილეობა ჩავწურო კი ბატონო თუ შეიძლება მოგვეხმარეთ კი ბატონო გადასა და ამ ყველაფერს აი თქვენ თუ მომეხმარებით ცოტა ოდენი ღვინო რომ ერთი წუთით დავამატოთ რა ღვინოს ვასხავთ ეს არის გორული მწვანე და ჩინებული სკუპაში ანუ თეთრი მშრალი ღვინო ზოგადად თევსთან თეთრი მშრალი ღვინო მოდით ესე გავაკეთოთ გავმოვამზადოთ რადგან შემდეგ უნდა გაეხვეს ეგრეთ წოდებულ ფოლგაში მოდით თქვენ ცოტა ანუ ბევრი არ არის საჭირო აი გამოჩერეთ თქვენ თვითონ აი გავყვეთ ესე ზოლზე ცოტა აქეთაც დავასხათ კი ბატონო და ეს ყველაფერი შეგვიძლია ეხლა უკვე გადავახვიოთ აი ასე იხარეჭე რომ მოგდინტე რომ გზად არის ყველაფერი გავმახე უკვე მაღალი ტემპერატურისათვის კეთილი ანუ შემდეგი ეტაპი არის რომ ჩვენ უკვე გავამზადეთ შიგთავსი ჩავდეთ კალმახში გადავახვიეთ ფოლგაში ეხლა უკვე გამზადებულია თონე არის საჭირო ტემპერატურამდე გახურებული შეგვიძლია წავიღოთ და უკვე მაღალ ტემპერატურაზე მოვამზადოთ თონეში. ზუსტად ამიტომ ვეძახი რომ ჩვენი კალმახი არის განსხვავებული, იმიტომ რომ განსხვავებულ ინგრედიენტებს ვიყენებთ და პლუს ეს ყველაფერი კეთდება თონეში. რომელიც არის ძალიან საინტერესო ყველა აქ მომსვლელი ვიზიტორისათვის. იმიტომ რომ ჩემი ფიფი მოუხდებოდა. აუცილებლად. აშკარად მოუხდებოდა. ღმერთი სამობითაა თქვა და მესამე კერძზე გადავდივართ. როგორც ვატყობ მწვადი უნდა. საერთოდ მწვადი კერძია. მე მგონია ქართული კულინარიის მწვერვალი მგონია რაღაც. ერთი საოცარი თვისება აქვს ჟაბა მწვადს. აი ხო არსებობს თქვა ხაში ზოგს უყვარს, ზოგს არ უყვარს. ჩიხითმა ზოგს უყვარს, ზოგს არ. აი მწვადი მე არ მინახავს ადამიანი. საქართველოს ქართველი რომ მე მწვადს არ წამ თქვა ასეთი რამე რო თქოს როგორ ვამზადებთ? ბევრს არ ვერევით ჩვენ ანუ მთელი პროცესი არის ის რომ მთელი ამბავი ასე ვთქვათ არის ის რომ ღორი არის ქართული პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი რომ კოზე გააზრდილი ტყეში ნასიარული და ნავარჯიშები ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა კახეთში და ქართლში ძირითადი კულტურა მაინც ჩვენი ხორცეული იყო ოდითგანვე იმიტომ რომ მაინც ყველა სანადიროდ დადიოდა ასე შემდეგ ამ ძირითადად მაინც ხორცით იკვებებოდა ჩვენი წინაპარი. შესაბამისად, არ ვთვლი რომ ღორის ხორცში ბევრის ჩარევაა საჭირო, ერთადერთი დღეს რასაც ჩვენ გამოვიყენებთ, ეს იქნება მარილი და წითელი ღვინო და ქართული ღორი. ანუ სოფელში გაზრდილი და მაინც შენეული რეცეპტი აქ არის შენეული. ჩემებული რეცეპტი მხოლოდ და მხოლოდ კახეთიდან იმისგან განსხვავდება, ესეც განსხვავებული იმითია, რომ ესეც მზადდება თონეში. ანუ ჩაკიდებული შამფურებით მომზადდება თონეში. და ჩვენ ერთად ნახავთ და დავაგემოვნებთ როგორი. ჯაბა, იმას თუ აქვს მნიშვნელობა როგორი ნაჭრებად იჭრება. აი ახლა ამას ყველაფერს დავუჭრით, ჩვენ ერთად შეგვიძლია დავუჭრათ და თავად ვიხილოთ. ანუ რატო დავსვი ჯაბა ეს კითხვა, იცი? მე შემემჩნევი ახლა კახეთში ძალიან ბევრი ყოფილა. კახეთში ოდნავ მსხვილი ნაჭრებია თითქოს, ვიდრე ჩვენს. იმიტომ რომ ღორია, ღორზე აი ეს დამოკიდებული. მე ხა ამას გავაცლი აი ამ ნეკნის ძვალს და დავტოვებ თავის ცხიმთან ერთად, აი დაახლოებით ეს ზომები ჩაიყრება უკვე. თქვენ შეგიძლიათ მომეხმაროთ და წითელი ღვინო ჩაასხათ. დავასხა ზე. დაასხეთ ზევიდან, დიახ. აი რამდენი უნდა დავასხა, არ ვიცი, ზღვარი მითხარით. იმდენი რომ კარგად ჩავძიროთ მერე ყველა ნაჭერი. კიდევ. მარილი უხდება. მარილი უხდება, რა თქმა უნდა. და ის ხოშხოშელე მარილი უნდა იყოს. აი ზუსტად ეგეთი მარილი გვაქვს ხა გამზადებული ყველანაჭერის დაუჭრათ. აი
ესე იგი, ბევრნაირი მწვადი მიჭამია, ბევრნაირი ხორცი, ასე ვთქვათ. და შეიძლება სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ღორის მწვადზე უკეთესი არ არსებობს. გეთანხმებით არაფერს არ ვერჩი, ცხრის მწვადს, ხბოს მწვადს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ამისნაირი მაინც არ არსებობს. კი ბატონო, გეთანხმებით სრულიად. თან ზამთარში შეუდარებელია. კი ბატონო. მოგეთ, ეხა შემდეგი ეტაპია, რომ დავაყაროთ მარილი ამ ყველაფერს. თქვენ თუ შეიძლება რომ ცოტა ღვინო დამიმატოთ, დავამატოთ ჩვენს მწვადს, წითელი ღვინო, კეთილი. ღვინის დამატებელი, მაგარი პროფესია. კი ბატონო, და შეგვიძლია ეხა ეს ყველაფერი ესე ამოურიოთ. ძალიან მინდა რომ კახელების შემწვარ მწვადს ვაჯობოთ. ნახოთ რა გამოგვივა. ეხა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ შამპურზე წამოწვა. და უკეთესია ვაი, ვერ გავხვრით. ბოლო ნაჭერი იყოს ცოტა მყარად, რადგან ეს უნდა ჩაეკიდოს თონეში და რომ არ ჩამოცურდეს. 1 2 3 4 5. კი ბატონო, შვენიერი. აქაული ღორი, დამშხეულელი ღორია. დამშხეულელი ღორი, რბონელი ღორი არის, კი ბატონო. გამზადებულია ჩვენი მწვადი შესაწვავად და თონეში ჩასაკიდებლად და შეგვიძლია წავიდეთ თონისკენ. გაიხარეთ. აი ეს ბოლო წამი ალბათ ჩვენი შეხვედრის უბრალოდ ტელემაყურებლებო ვამთავრებთ ჩვენ გადაცემას. იმედია ისიამოვნეთ, იმედია შეიძინეთ რაც თავარია ბევრი კულინარიული გამოცდილება. გემშვიდობებით ჩვენ შესანიშნავ მასპინძეს და ბრწყინვალე პიროვნებას და გემშვიდობებით იმ იმედით რომ ჩვენ აუცილებლად ხაშურში კიდევ მრავალჯერ შევხვდებით. მადლობა. დიდი მადლობა.